თავი მეცხრე. აბდულ ჰამიდი და იეზიდები. 1876 წლის აგვისტოში 32 წლის აბდულ ჰამიდ მეორე ოსმალეთის იმპერიის სულთნად გამოცხადდა. იგი ღვთისმოსაობითა და თავშეკავებით იყო ცნობილი, რაც დიდი წინაპრის სელიმ პირქუშისაგან მემკვიდრეობით გადაცემულ ტიტულს შეეფერებოდა. აბდულ ჰამიდი იყო წმინდა ქალაქების მექის, მედინისა და იერუსალიმის ხალიფა და სერვიტორი. სელიმისგანვე ერგო მემკვიდრეობით ცარიელი ხაზინა, აჯანყება ბალკანეთის პროვინციებში და მისი სახელმწიფოსათვის კიდევ უფრო სახიფათო რამ. ევროპის დიდი სახელმწიფოების ავის მომასწავებელი აჩრდილები. მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში მსოფლიოს 5 ზესახელმწიფო მართავდა. ესენმე წარმოადგენდნენ სიმდიდრისა და ამპარტავნების უდიდეს კონცენტრაციას, როგორც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. უპირველეს ყოვლისა, ასეთი იყო ბრიტანეთი, ფინანსებისა და ვაჭრობის სფეროში უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომლის ურიცხვი გემი სერავდა ოკეანეებს გაერთიანებულ სამეფოსა და მის კოლონიებს შორის. საფრანგეთი, რესპუბლიკა 1870 წლიდან, თითქმის ბრიტანეთივით მდიდარი სახელმწიფო. მისმა ინვესტორებმა და ინჟინრებმა სუეცის არხი ააშენეს. რუსეთის იმპერია, რომლის უზარმაზარ ტერიტორიებს ერთმანეთთან ახლა სარკინიგზო ქსელი აკავშირებდა. და ბოლოს, ჰაბსბურგების იმპერია, ახლა ეგრეთ წოდებული ავსტრია-უნგრეთი, რომელიც კვლავ დაუპირისპირდა რუსეთის ექსპანსიას ბალკანეთში. ამ ჯგუფს ახალი შემომატებული იყო ფონ მოლტკეს პრუსიის შტაბის უფროსის წყალობით ომში გამარჯვებული გერმანიის იმპერია. ჯუნგლის უძლიერესი მხეცების მსგავსად, ამ 5 სახელმწიფოს მმართველები დაუსრულებლად თვალს ადევნებდნენ ერთმანეთს და მუდამ მზად იყვნენ დასუსტებულ მხარეს დასხმოდნენ და ნადავლის წილი წაეგლიჯათ. 1877 წელს ბალკანეთი რუსეთის იმპერიას უკავშირებდა გათავისუფლების იმედს. ომის გამოცხადების რიტუალის შემდეგ იმპერატორის ჯარებმა მარშით გაიარეს რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორია. დაძლიეს ოსმალეთის მძლავრი წინააღმდეგობა და მარმარილოს ზღვის სანაპიროზე შეჩერდნენ. სტამბოლის კედლებიდან 10 მილის დაშორებით. აღმოსავლეთით რუსებმა აიღეს ყარსი და ალყა შემოარტყეს არზრუმს. სულთნის მინისტრები სწრაფად დაეთანხმნენ რუსეთის შეთავაზებულ სამშვიდობო პირობებს, მაგრამ სხვა სახელმწიფოებმა, რომლებმაც მცირე დაგვიანებით დაიწყეს რეგიონში თავიანთი ინტერესების გატარება, ბერლინში კონფერენცია მოიწვიეს, რომელზეც აღმოსავლეთის საკითხი უნდა მოგვარებულიყო. რუსეთთან მორიგება სულთანს ძალზე ძვირი დაუჯდა. ოსმალეთს რამდენიმე ბალკანური პროვინცია გამოიყო. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა სურდათ, დანარჩენი 2 ჰაბსბურგების იმპერიის ნაწილი გახდა. კვიპროსი გადაეცა ბრიტანეთს, ანატოლიაში კი ყარსის, არტაანისა და ბათუმის პროვინციები რუსეთს. რამდენიმე წელიწადში ბრიტანეთმა დაიპყრო ეგვიპტე, ფრანგებმა კი ტუნისი დაიკავეს. საყოველთაო საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია ოსმალეთის იმპერიის დამოკიდებულებამ სომეხი და სხვა ქრისტიანების მიმართ. საკონსულოებმა და ვიცე-საკონსულოებმა აზიის პროვინციებში ქრისტიანული თემის მდგომარეობის გაკონტროლებას, მისიონერების დაცვასა და ერთმანეთის თვალთვალს უმატეს. რასამის გარდაცვალების შემდეგ მოსულში ბრიტანეთის ვიცე-კონსულის თანამდებობაზე ლევანტის საკონსულო სამსახურის ხელფასიანი მოხელეების დანიშვნა დაიწყეს, რომლებიც ანგარიშებს უგზავნიდნენ კონსულს ბაღდადში, თუმცა ცხოვრება აქ ძველებურად მშვიდად და აუმღრევლად გრძელდებოდა. მსოფლიო პროგრესმა მოსულს გვერდით ჩაუარა. სუეცის არხი, რომელიც 1869 წელს გაიხსნა, გადაადგილების სწრაფ, მოსახერხებელ საშუალებად იქცა ევროპასა და ინდოეთს შორის. რამდენიმე წლით ადრე ოსმალეთის ტელეგრაფის ხაზი ბაღდადიდან სპარსეთის ყურემდე გაჭიმეს. იქ ინდოეთის საკაბელო სისტემას შეუერთეს და მსოფლიომ კომუნიკაციის უფრო სწრაფი და საიმედო საშუალება მიიღო, ვიდრე უწინდელი ფოსტა იყო. 1885 წელს ვიცე-კონსულს ფრანგი მოგზაურისათვის უთქვამს, რომ 6 წლის განმავლობაში მოსულში არც ერთ ინგლისელს არ დაუდგამს ფეხი. 1886 წელს ვიცე-საკონსულო გაუქმდა. 1880 წლის იანვარში მოსულში სირიიდან ჩამოვიდა გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე კარლ ედუარდ ზახაუ, რომელსაც სინჯარის გზით ემგზაურა. სინჯარი კვლავ მოსულიდან იმართებოდა.
სადაც მას ოსმალეთის ხელისუფლების მიმართ იეზიდების მტრული დამოკიდებულება შეუნიშნავს. მოსულში პროფესორი წვნიანი კერძების სამზარეულოთი აღფრთოვანებულა, რომელიც ბრიტანეთის ვიცე-საკონსულომ მოშიმშილე მოსახლეობისათვის გახსნა. იქვე გაიცნო იერემია შამირი, რომელიც ისევ მოსულში დაბრუნებულიყო. კვლავ წიგნებსა და ხელნაწერებში იყო ჩაფლული, თავისუფალ დროს კი 20-ოდე ბავშვს წერა-კითხვას ასწავლიდა. ამერიკული საბჭოს მისია მარდინში, რომელსაც 1871 წლიდან ღირსი მამა ელფიას ენდრიუსი ხელმძღვანელობდა, დროდადრო მოსულის მცირე პროტესტანტულ თემს სტუმრობდა. მერე კი გადაწყდა, რომ ზამთრის თვეებში მისიონერთა სამსახური იქ გადაინაცვლებდა. მისიის ერთ-ერთმა წევრმა, ჩიკაგოელმა ღირსმა მამა კეილებ გეიტსმა, იქ საფუძვლიანი არქეოლოგიური კვლევა ჩაატარა, ხოლო 1883 წლის თებერვალში მირზა ბეგს ეწვია ბაადრიში. თავის ნაწერებში გეიტსი კაპუცინებისა და იეზუიტების იმ მისიებს იხსენებს, 2 საუკუნით ადრე იეზიდებთან რომ მუშაობდნენ და ასკვნის, მათთან მუშაობის დრო ჯერ არ დამდგარა. საფრანგეთის ვიცე-კონსული ნიკოლას სიუპი განსაკუთრებული მიღწევებით იყო გამორჩეული. იგი დაიბადა 1829 წელს დამასკოში, ქრისტიანულ არაბულ ოჯახში და დრაგომანად მუშაობდა სირიაში საფრანგეთის სხვადასხვა საკონსულოში. მოგვიანებით ემირ აბდელ-კადერის მრჩეველი და თარგმნელი გახდა. ალჟირელი მთავარსარდლისა, რომელიც რამდენიმე წელიწადი ებრძოდა ფრანგებს, ხოლო როცა მათ დანებდა, დამასკოში გაასახლეს. 1865 წელს აბდელ-კადერი სიუფის თანხლებით პარიზს ეწვია მადლობის მისაღებად. ადგილობრივი აჯანყების დროს არაერთი ფრანგი გადაერჩინა. სიუფის საფრანგეთის მოქალაქეობა მიენიჭა, რის შემდეგაც საკონსულო კორპუსს შეუერთდა და 1878 წლის ოქტომბერში მოსულში ვიცე-კონსულად დაინიშნა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სიუფი მონეტებისა და მედლების კოლექციას აგროვებდა და ცნობილი გახდა როგორც ნუმიზმატიკისა და ადრეული ხანის არაბული წარწერების თიონების ექსპერტი. იგი ნაკლებად ცნობილი აღმოსავლური რელიგიებით იყო დაინტერესებული და სამხრეთ ერაყელ მანდაელებზე წიგნიც დაწერა. მისი მეუღლე, ისიც დამასკოელი, უამრავ ქათინაურს იღებდა მოგზაურთაგან, ნამდვილი ფრანგული ხიბლისა და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისათვის. სიუფის იეზიდების გაცნობა სურდა და ამიტომ 1879 წლის ოქტომბერში სიამოვნებით მიიღო შეიხ ნასრის მიპატიჟება, რომელიც მოსულში იმყოფებოდა გამგებელთან. სიუფი შეიხს ასე აღწერს: 60-ოდე წლის კეთილგანწყობილი, გონიერი გამომეტყველების ადამიანი, მოგრძალებულობისა და ლმობიერების გარდა ღირსეული და დარბაისლური ქცევით გამოირჩევა. გრძელ სამოსში გამოწვეული ბეწვის ჯუბას იცვამდა ხოლმე, რომელსაც შავი შალის მოსასხამი უფარავდა. შავ ქუდზე, რომელიც ტიარას უფრო ჰგავდა, თეთრი ჩალმა ჰქონდა შემოხვეული. შეიხმა ნასრმა ვიცე-კონსულს აცნობა, რომ მირზა ბეგი კვლავ ელოდა, როდის აღიარებდა ხელისუფლება მირად. შემდეგ კი პირველად გაამჟღავნა თავისი სამთავროს შემოსავლის წყაროები. მრავალი წლის განმავლობაში ყავალები რეგიონში გაფანტულ იეზიდურ თემებს სტუმრობდნენ და სანჯაყების ჩამოტარებით კრებდნენ სახსრებს. სანჯაყები ადგილობრივთათვის თაყვანისცემის საგნები იყვნენ, ჩამომტარებელთათვის კი მათი უფლებამოსილების მტკიცებულება. თუ იეზიდებს ადრე 7 თუ 8 სანჯაყი ჰქონდათ, ახლა სულ 5 დარჩენოდათ. ერთი ვიღაც ქრისტიანს დაეტოვებინა მოსულში, ჰუსეინ ბეგისაგან ვალის დაბრუნების გარანტიად. მეორე სინამდვილეში სიუფის ეკუთვნოდა. მოსულში ჩასვლიდან მალევე შეუძენია. ვიცე-კონსულის ანგარიში მისი წარმოშობის შესახებ თითქმის არაფერი ეწერა, თუმცა ზოგი ცნობის თანახმად იგი თურმე ერთ ყავალს მოჰყარეს და მერე სიუფის 5 თურქულ გირვანქად მიჰყიდეს. შეიხ ნასრის ცნობით, დარჩენილი სანჯაყები შემდეგნაირად იყო განაწილებული. პირველს ზაფხულსა და ზამთარში ჯებელ სინჯარში გადაასვენებდნენ ხოლმე. ზაფხულსა და შემოდგომაზე კი ჯეზირა იბრ ომარსა და მის შემოგანეს შემოატარებდნენ. მეორე სანჯაყს ყოველწლიურად ატარებდნენ დასავლეთის თემებში, ალეპოს ოლქის ჩათვლით. მესამეს სიირტის რეგიონში, ასევე წელიწადში ერთხელ. მეოთხე სანჯაყს ყოველწლიურად აწვევდნენ მუშის, ვანისა და ბაიეზიდის ოლქებს და ასევე იმ თემებს, რომლებიც რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე სახლობდნენ. მეხუთე სანჯაყი შეიხანს მოივლიდა წელიწადში 3 ჯერ. ზოგ შემთხვევაში
მირი აუქციონს აწყობდა და ყავალს გარკვეულ თანხას თავაზობდა. სხვა დროს ყავალი მოქმედებდა როგორც მირის აგენტი და სამუშაოს გასამრჯელოდ საკომისიო თანხას იღებდა. შეიხმა ნასრმა დაადასტურა ცნობები, რომლებიც დიდხანს ვრცელდებოდა სიტყვიერად, მაგრამ მათი სისწორე არასდროს დადგენილა. კერძოდ ის, რომ იეზიდთა რელიგიის არსი არაბულად დაწერილ ორ წმინდა წიგნშია ახსნილი, რომლებიც უცხო პირს არასოდეს უნახავს. როდესაც სიუფიმ გაიხსენა მუსლიმთა მიერ იეზიდების 1872 წლის პეტიციისათვის დართული კომენტარები, სადაც ნახსენები იყო წიგნი სახელწოდებით ჯილოუნი, ნასრმა სიუფის უთხრა, რომ ეს ძველი წიგნი იყო და ჯალაოვი ჯელვა ერქვა. მეორე წიგნი სახელწოდებით მასჰაფირაჩე, მესჰაფირეში, ანუ შავი წიგნი, ფაქტობრივად ჯელვას კომენტარი იყო, განმარტებები, რომლებიც შეიხმა ადი მისცა მის მიმდევრებს სირიიდან დაბრუნების შემდეგ სიტყვებით: მე ის ვარ, ვინც ადრე იყო, ახლა კი თქვენთან მოვედი. სიუფის მისთვის უკითხავს, თუ რას ნიშნავდა ეს ფრაზა, მაგრამ შეიხს მეტი არაფერი უთქვამს. მოგვიანებით სიუფი დაუმეგობრდა მოლა ჰაიდერს, ბაშიყევ იეზიდს, რომელმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ვიცე-კონსულს იეზიდთა საზოგადოების შესახებ. ეს ცნობები სიუფის 1882 და 85 წლებში დაუსტამბეს რედაქტორის წინასიტყვაობით პარიზში, ჟურნალში Société Asiatique. რამდენიმე მოწვევის მეუხედავად სიუფი არასდროს ჩასულა ლალისში. 1883 წელს მან საგარეო საქმეთა სამინისტროს 400 ფრანკი სთხოვა, როგორც საგანგებო გრანტი იეზიდი მთავრებისა და რაბან ჰორმუზდელი ბერების საჩუქრებისათვის. მაგრამ თხოვნა არ დაუკმაყოფილეს. 2 წლის შემდეგ სამინისტრომ სიუფი ერთკვირიან შეებულებაში გაუშვა, რათა ეს უკანასკნელი სინჯარს ერთ ოსმალო მოხელეს სტუმრად სწვეოდა. ვიცე-კონსული წერდა, რომ მთის 18 სოფელში 8360 იეზიდი და 540 მუსლიმი ცხოვრობდა, ხოლო ქრისტიანი ერთიც კი არ ყოფილა. ადმინისტრაციული ოლქი, რომელშიც შემდეგ თელ აფარიც შევიდა, ყოველწლიურად აწარმოებდა 50,000 ბუშელ ხორბალსა და ქერს და 500,000 პიასტრს, ესე იგი 4500 გირვანქა სტერლინგ სუხთი და ხაზინას. 1883 წელს რუსეთმა მოსულში ვიცე-საკონსულო დააარსა, რომელსაც იური სერგეის ძე კარცოვი ხელმძღვანელობდა. 35 წლის ამბიციური პატრიოტი, კარგი ნაცნობობის მქონე რუსეთის სამთავრობო და ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ წრეებში. წინა 4 წლის განმავლობაში იგი სტამბოლში მდებარე რუსეთის საელჩოში მსახურობდა, სადაც დიდი ინტრიგანის სახელიც დაემკვიდრებინა, თუმცა საბოლოოდ ვერც ინტრიგებს ხლართავდა გონივრულად. სტამბოლის შემდეგ ჯერ პეტერბურგში, მერე თბილისში დანიშნე სახელთანამდებობაზე, სადაც მეფის ნაცვალს მოუწოდა საომარ გეგმებში სტამბოლზე მოულოდნელი საზღვაო თავდასხმად შეტანილიყო. კარცოვმა არზრუმის, ბითლისისა და სიირტის გავლით იმოგზაურა და 1883 წლის დეკემბრის დასაწყისში მოსულში ჩავიდა. მოსულის გამგებელთან უსიამოვნების შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიებებზე კარცოვი ჯიუტად ცხადდებოდა სამხედრო ფორმით, ხოლო გუბერნატორი ასეთ დროს სამოქალაქო ტანისამოსის ჩაცმას მოითხოვდა. ახალი ვიცე-კონსული პროვინციული ქალაქის ორომტრიალში ჩაერთო, რაც ნაკლებად შეეფერებოდა ახალგაზრდა უცოლშვილო ადამიანს. მის პერსონალს შორის იყვნენ 2 რუსი ასისტენტი და ადგილობრივი დრაგომანი, რომელსაც ნასირი ერქვა და იერემია შამირის ვაჟი იყო. მოსულის საკონსულო კორპუსში კარცოვი აბსოლუტურად უფუნქციო იყო. რიჩარდს, ბრიტანეთის ვიცე-კონსულს, იგი სრულ არარაობად მიაჩნდა, თუმცა სიუფის და მის ცოლსაც მოიხსენიებდა აქაურობას ღრმად ფესვგამდგარ მოხუცლევანტელებად, რომლებიც მისთვის კარცოვზე ნაკლებად საინტერესონიც კი იყვნენ. რიჩარდს უფრო მეტად მოსწონდა იმ 2 შუაევროპელი ექიმის საზოგადოებაში ყოფნა, რომლებიც ოსმალეთის არმიაში მსახურობდნენ. თავისი ქვეყნიდან გადასახლებული ბრონისლავ ჰემპელი, თავქარიანი და udardeli ქერათმიანი პოლონელი და ავსტრიელი ექიმი ბროვსკი, ერთობ იდუმალი ადამიანი, მუქი თმით, მეტყველების ლიტერატურული სტილით, დახვეწილი მანერებითა და ფოლადისებური მტრული მზერით.
მოსულში ამ ახალი რუსული თანამდებობის ძირითადი ფუნქცია იყო ურთიერთობების გაღრმავება ადგილობრივ იაკობიტებთან, რომლებიც მზად იყვნენ სათანამშრომლოდ და მთის ნესტორიანელებთან. მათ ახლა უფრო ხშირად ასურელებს უწოდებენ, რომელთა შორის კარცოვის დრაგომანს რამდენიმე წელი გაეტარებინა. ბეჯერისაგან განსხვავებით, კარცოვს დრო არ ზღუდავდა და ამიტომ გადაწყვიტა გაზაფხულსა და დათბობას დაალოდებოდა და პატრიარქთან შეხვედრა შემდეგ დაენიშნა. თუმცა მალევე, მოწყენილობის გამო, კარცოვი დათანხმდა მირზა ბეგის მიწვევას, რომელიც მან მოსულში ჩასვლისთანავე გაიცნო. კარცოვს კარგახნით ადრეც საინტერესებდა იეზიდთა რწმენა და წესჩვეულებები. თანაც თავისი დრაგომანის მამისგან, იერემია შამირისაგან არაბული ხელნაწერის ასლიც ჰქონდა მიღებული, რაბან ჰორმუზდელი ბერის ნაშრომი იეზიდური მოძღვრების შესახებ. ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში 3 რუსი, ექიმი ბროვსკი, დრაგომანი, 2 მოსამსახურე და ჯორების მეთვალყურეები იყვნენ, მოსულიდან წლის ბოლოს გაემგზავრა. ბაადრისთან მათ მირზა ბეგი შეუერთდა, რომელმაც ისინი ტაძრამდე მიაცილა. ლალიშის ხეობაში რომ შევიდნენ, ბროვსკის აღმოხდენია ველურობის რომანტიკა, ხოლო როდესაც სალოცავის ქვის პორტალების ქვეშ გაიარეს, ქედიც მოუხრია. ლალიში რუსების ორდღიანი სტუმრობისას მათი მასპინძელი შეიხი ნასრი იყო. მოგზაურობის დროინდელ ჩანაწერებში კარცოვი მას ასე იხსენიებს: მაღალი, ხმელი, უკიდურესად ქედმაღალი მოხუცი, რომელიც სტუმრებს კითხვებით დაუღლიათ. ირონიული ბროვსკი მას აღწერს როგორც უმეცარ, უკულტურო ადამიანად, რომელიც ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენას გრძელი თეთრი წვერითა და ზღაპრების თხრობით ახერხებს. სტუმრები ტაძარში შეიყვანეს და შეიხადის საფლავი აჩვენეს. შიგნით მათ ბრინჯაოს წმინდა გამოსახულებები დაინახეს. დიდი ფარშავანგი, რომელიც ბროვსკის შეფასებით 678 გირვანქას მაინც იწონიდა და მისი გაცილებით მცირე 5 ასლი. ახალ მოსულთათვის უთქვამთ, რომ მათი შემოტარებით ყოველწლიურად კარცოვის თქმით 6000 თურქული გირვანქა გროვდებოდა. ბროვსკის ჩანაწერებით 8000 თურქული გირვანქა. სტუმრები იეზიდთა რელიგიის წმინდა წიგნით დაინტერესდნენ. მათ უთხრეს, რომ ეს წიგნი ინახებოდა მოლა ჰაიდერთან, შეიხ ჰასანის შთამომავალთან, რომელიც ერთადერთი იყო, რომელსაც წერისა და კითხვის უფლება ჰქონდა მინიჭებული. ბროვსკის შეუტყვია, რომ წიგნი იმხანად ლალისში იყო და აცხადებს, რომ სრულიად წარმოუდგენელი შემთხვევითობის წყალობით მას არათუ ხელით შეეხო, არამედ იმდენ ხანსაც კი ჰქონდა, რომ ასლის გადაწერა მოეხერხებინა. კარცოვი ამ შემთხვევას არ ახსენებს. მთისწინეთის დათვალიერებისა და გამოქვაბულში ქურთ ყაჩაღთან ერთად ღამის გათევის შემდეგ რუსებმა რაბან ჰორმუზდისაკენ გააგრძელეს გზა. ადგილზე ჩასულებს ბერებმა ხელნაწერის ორიგინალი აჩვენეს, რომელიც იეზიდებს ეხებოდა და ვიცე-კონსულსა და ექიმ ბროვსკის ჩანაწერების გაკეთების საშუალება მისცეს. მოგზაურობის ბოლო ღამე ჯგუფმა ბაადრიში გაატარა. კარცოვი ასე აღწერს მირის რეზიდენციას. უბრალო სააგარაკო სახლი იყო. თიხის კედლით გარშემორტყმული ეზოთი. ბროვსკი ლამის შეურაცხყოფილი დარჩა, როცა ეზოში ფუნის გროვები შენიშნა, ხოლო დარბაზის დახურულ ფანჯრებს შორის ორპირი ქარი ქროდა. ჩანაწერებში იგი ახსენებს უზარმაზარ ბოჰემიურ მინის ჭაღქვეშ მდგარ მოწნულ მაგიდას, რომელზედაც მწვანე ქსოვილი იყო გადაფარებული. ორივე მნახველი დღიურში წერს, რომ ეზოში თავისუფლად დასეირნობდნენ ფარშავანგები. შებინდებისას მსახურებმა სანათურები შემოიტანეს. ამასობაში მირი დაბრუნდა თავისი შტაბიდან სტუმრების მისასალმებლად. კარცოვი აღწერს მირზა ბეგს როგორც ახალგაზრდა შეუხედავ კაცს, რომელიც ყველამ სათავისოდ გამოიყენა. მირს არ ახსოვდა რამდენი წლის იყო. დაღლილმა მოგზაურებმა სიამონებით გაიზიარეს მისი სტუმართმოყვარეობა, ხოლო დაღლილობა და ტკივილები ყალიონით, არყითა და მოცეკვავე ბიჭების მაცდური სიმღერებით გაიქარვეს. 20 წლის შემდეგ კარცოვი იმ საღამოს ატმოსფეროს იხსენებდა და დამაბნეველს, უცნაურს, მომადუნებელსა და მიმზიდველს უწოდებს. ბროვსკი კი უბრალოდ აღნიშნავს, რომ მირზა ბეგი ღმერთის თვალში ალბათ ლოთი იქნებოდა და წესისამებრ მსახურებს უწევდათ საწოლამდე მისი მიყვანა. ჯგუფი მოსულში 2 კვირის შემდეგ დაბრუნდა. 1884 წლის მარტში
კარცოვი და დრაგომანი მოსულის დასავლეთით მდებარე უდაბნოსკენ დაიძრნენ, არაბთა ბელადის ცხენების დასათვალიერებლად. მოგზაურობის მეორე დღეს მათ გარეული ღორი დაინახეს და დაედევნენ. როცა ტახს მიუახლოვდნენ, კარცოვმა რევოლვერი იძრო, მაგრამ ტახის ნაცვლად ტყვია ფეხში დაიხალა. კეთილგანწყობილმა არაბებმა მას პირველი დახმარება გაუწიეს და ჭრილობაზე ახალ დაკლული კრავის კანი შემოახვიეს. ვიცე-კონსული მოსულში გადაიყვანეს, სადაც ბროუსკიმ და მისმა კოლეგებმა ჭრილობაში ტყვია ვერ უპოვეს. საბოლოოდ აუცილებელი გახდა კარცოვის გადაყვანა ალეპოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. გადარჩა, მაგრამ სამუდამოდ დახეიბრდა. ექიმი ბროუსკის სტატია, რომელიც ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა 1886 წელს გამოაქვეყნა, პირველ ცნობებს იძლეოდა იეზიდებთან რუსების სტუმრობის შესახებ. კარცოვის უფრო სრულყოფილი 1884 წელს დაწერილი ანგარიში, რომელიც 1886 წელს ოფიციალურ დოკუმენტად გადაკეთდა, 1891 წლამდე არ გამოქვეყნებულა, ხოლო მისი მოგონებები 1906 წლამდე არ დასტამბულა. ის იყო იმპერიული რუსეთის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენელი მოსულში. მისი შემდგომი ბედი ჩვენთვის უცნობია. 1868 წელს ასირიელთა პეტიციის დაწერიდან და რასამის შუამდგომლობიდან 8 წელიწადი იყო გასული, როდესაც ანგლიკანელი სასულიერო პირი ადგილზე ვითარების შესასწავლად ჩავიდა. შემდეგ კიდევ ერთი სასულიერო პირი გაიგზავნა, რომელიც რამდენიმე წლით დარჩა ჰაქიარის მთებში და ბოლოს სასულიერო წოდებასთან დაახლოებული ცნობილი არისკაცის ეთელსტან რაილის ახალი დაკვირვებების შემდეგ მთავარეპისკოპოსის მიერ ასირიელი ქრისტიანებისათვის გაგზავნილმა მისიამ 1886 წელს დაიწყო მუშაობა. რაილიმ პირველი ორი მისიონერი, ორივე კემბრიჯის კურსდამთავრებული, თავად ჩაიყვანა ურმიაში და მაშინვე პატრიარქს მიაშურა პატივისცემის გამოსახატად. 1886 წლის სექტემბერში ასირიელებთან შეთანხმების დასრულების შემდეგ რაილი ცხენით გაემგზავრა მოსულის სამხრეთით. გზად 2 დღით 1886 წლის 11-12 სექტემბერი დაყო ლალიში და მცველებმა სალოცავი და მისი მიდამოები დაათვალიერებინეს. რაილის გამოქვეყნებული ანგარიში და მისი ახლახან ნაპოვნი დღიური საგულისხმო ცნობებით ავსებს კარცოვისა და ბროუსკის მოგონებებს. განსხვავება ისაა, რომ რაილის ფოტოაპარატი ჰქონდა და ნებართვა მისცეს სალოცავის შიდა ეზო გადაეღო, თუმცა შემდეგ მცველებმა ნეგატივების განადგურება მოსთხოვეს, როდესაც დაინახეს, როგორ გარეცხა რაილიმ ისინი წმინდა შადრევნის წყალში და გასაშრობად წმინდა ქვაზე დააწყო. გონიერმა სასულიერო პირმა მათი გულის მოლბობა შეძლო და ამგვარად მისი საგზაო ალბომი ლალიშის მავზოლეუმის ყველაზე ადრეულ ფოტომასალას შეიცავს. სამწუხაროდ, რაილის მირზაბეგი ბაადრის რეზიდენციაში არ დახვედრია და არც არასდროს მისცემია იმის შესაძლებლობა მირის სტუმართმოყვარეობა გამოეცადა. მომდევნო წელს ერთ-ერთი მისიონერი, არტურ ჯონ მაკლინიც ესტუმრა იეზიდებს. მაკლინი წერს, რომ შეიხ ადის ტაძრის წვერი ინგლისური სოფლის ეკლესიის მსგავსად თვალწარმტაცი ველი დანიჭრება ცაში. აინსიფნიში იგი შეხვდა შეიხ ნასრს, უსაყვარლეს მოხუცს. სწორედ მას, ვინც ლეიარდისა და ბეჯერის დროს იყო შეიხი. იგი ორივეს კარგად იცნობდა, მოსულში ყოფნისას კი თავის დღიურში აღნიშნავს, შამაშა ერემია არის პროტესტანტული თემის მეთაური. ეს ადამიანი ძალიან მომეწონა. შეიხი ნასრი 1889 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. ნახევარსაუკუნიანი მშვიდობა აშორებდა ამ პერიოდს ინჯე ბაირაქტარისა და ყირითლი ოღლუს საშინელ დროებას. მაგრამ ათაბეგ ბედრ ად-딘 ლულუს დროიდან მოყოლებული, იეზიდთა საზოგადოებას ახლა ყველაზე დიდი საფრთხე უახლოვდებოდა. დღევანდელი სტუდენტები ისტორიისა და ფსიქოლოგიის შესწავლის საფუძველზე რახანია ცდილობენ იმის გაგებას, როგორი პიროვნება იყო სულთანი აბდულ ჰამიდი და როგორ შეიძლება განისაზღვროს მისი პოლიტიკა. ეს იყო კაცი, რომელმაც თავისი მმართველობის დასაწყისშივე დაითხოვა ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ტახტზე ასვლა სუმადლოდა და მას შემდეგ ერთპიროვნულად მართავდა ოსმალეთის იმპერიას სტამბოლის გარეთ მდგარი იილდიზის სასახლიდან. ლეიარდი მას აღწერდა როგორც
ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ადამიანს, რომელიც მას ოდესმე შეხვედრია და რომელიც დადებითი იმპულსების გარდა არაფერს ასხივებდა. გამჭრიახმა და საქმის მოყვარე სულთანმა მალე გააცნობიერა, რომ მისი იმპერიის სიძლიერე უნდა დაფუძნებოდა აუთვისებელ რესურსებსა და ანატოლიის ადამიანური ძალის პოტენციალს. რუსეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაგალითმა კარგად აჩვენა თუ როგორ უწყობდა ხელს რკინიგზა პოლიტიკურ ერთიანობას, ეკონომიკურ განვითარებასა და ჯარების გადაადგილებას. შეღავათები მიენიჭა გერმანიის საკუთრებაში არსებულ ანატოლიის რკინიგზის კომპანიას, რომელმაც დაასრულა ხაზი ბოსფორიდან ანკარამდე. 1892 წელს მუშაობა დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზმა, რომელიც კონიამდე აღწევდა, ხოლო 1896 წელს კიდევ უფრო დიდ პროექტებზე, რკინიგზის გაფართოებაზე, კონიის შემოგარენიდან ალეპომდე, მოსულამდე, ბაღდადსა და სპარსეთის ყურამდე. ასევე სარკინიგზო ხაზზე სამომლოცველო მარშრუტის გასწვრივ, დამასკოდან მედინასა და მექამდე. აბდულ-ჰამიდი იმავდროულად შეთქმულების შიშით იყო შეპყრობილი. მიუხედავად იმისა, რომ ანატოლიის ცენტრში ძირითადად თურქები ცხოვრობდნენ, მომიჯნავე პროვინციებში კი მეტწილად ქრისტიანები, ძირითადად სომხები, გაურკვეველი ლოიალობის ხალხი, უდისციპლინო ქურთები და ყაჩაღობით ცნობილი არაბული ტომები. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი მალევე გამოიკვეთა. ოსმალეთის არმიის რეორგანიზაცია და განახლება. ამაში მას გერმანიის სამხედრო მისია დაეხმარა 1882 წელს ფელდმარშალ ფონ მოლტკეს მეთაურობით. მაგრამ არსებობდა ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც არც ერთ უცხოელ მრჩეველს არ შეეძლო. ტერიტორიების დაკარგვით გამოწვეული ცოცხალი ძალის უკმარისობა. ასევე არამუსლიმი ხალხების გათავისუფლება სამხედრო სამსახურიდან და გაწვევის კანონის უმართებულად გამოყენება. გარდა ამისა, იმ ხანმოკლე, სავალალო პერიოდისა, როდესაც რეშიდ ფაშა და ჰაფიზ ფაშა კრიმინალებივით სდევნიდნენ ქურთებს და ოსმალეთის არმიაში აგზავნიდნენ, არაფერი კეთდებოდა მშვიდობიან დროს მათი სამხედრო სულისკვეთების გამოსაყენებლად. 1891 წელს სულთანმა შექმნა ჰამიდიე, ახალი ქურთული კორპუსი, რუსი კაზაკების მიბაძვით ჩამოყალიბებული არარეგულარული ცხენოსანი ჯარი და მისიაც მსგავსი მიენიჭა. საზღვრების დაცვა და მთავრობის უფლებამოსილების შენარჩუნება ქვეყნის შიგნით. ჰამიდიეს პოლკების სარდლად დანიშნულ გამოჩენილ ქურთებს შორის იყო ბრიგადის გენერალი იბრაჰიმ ფაშა, მილის ტომის მთავარი, რომელმაც ვირანშაჰირის ოლქში საფეოდალო შექმნა და არაბ თავდამსხმელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა. იეზიდებს, ქურთებს, ოღონდ არა მუსლიმებს, რომელთაც სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ ოსმალეთის ხაზინაში 50 თურქული გირვანკა უნდა გადაეხადათ, რაც უდავო ანომალია იყო სამხედრო დაგეგმვის ექსპერტებისთვის და ერესი ღვთისმოსავი სულთნისათვის. 1885 წელს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ისინი იმავე საფუძველზე გაწვეულიყვნენ, როგორც მუსლიმები და ჯარში მსახურობის მინიმალური ვადა მაინც მოეხადათ, ადრინდელი 50 თურქული გირვანკის გადახდასთან ერთად. ახალი რეგულაციები დაუბრკოლებლად ამოქმედდა იმ პროვინციებში, სადაც იეზიდური თემები არსებობდნენ, ალეპოში, დიარბაქირსა და ვანში. მათი აღსრულება უფრო რთული გამოდგა ერაყში. 1890 წლის ნოემბერში ბრიტანელმა არქეოლოგმა უოლის ბაჯმა სინჯარში სპეციალური რაზმის მიერ ჩადენილი დანაშაულები საკუთარი თვალით იხილა. ოპერაციას ხელმძღვანელობდა აიუბ ბეგი, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც იეზიდთა იძულებით გამაჰმადიანებას ცდილობდა. ახლა ძნელია თვალის გადევნება, რა დროიდან და რომელი მმართველისაგან მომდინარეობდა იეზიდთა გამაჰმადიანების განზრახვა. სიუფიამ მცდელობებს მოსულის შტაბის ზოგიერთ ოფიცერს მიაწერს. ენდრიუსი ამის შესახებ წერდა, ეს მოძრაობა მოსულში გაჩნდა და სულთნის ყურადღება მიიპყრო, რომელსაც, როგორც ჩანს, მოეწონა ჩანაფიქრი ბრიტანეთის ვიცე-კონსული დიარბაქირში რამდენიმე წლის შემდეგ სური ფაშას, დიარბაქირის გამგებელს ადანაშაულებდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო იდეის ავტორი, მისი სპონსორების აზრით, ეს გონივრული ადმინისტრაციული ნაბიჯი იყო, რომელიც სულთანს უთუოდ მოეწონებოდა. 1891 წლის გაზაფხულზე სტამბოლიდან ჩამოვიდა ახალი კომისია, რომელშიც არმიის ოფიცერი და 2 მოლა შედიოდნენ.
მათ იეზიდებისათვის განკუთვნილი სულთნის წერილი ჩამოიტანეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ იეზიდები თავდაპირველად მუსლიმები იყვნენ. სულთანი მოუწოდებდა მათ ძველ რწმენას დაჰბრუნებოდნენ. ახალი ცნობების თანახმად მირზა ბეგს და შეიხებს უპასუხიათ, რომ ასე არ იყო. თავდაპირველად მუსლიმები როგორ ვიქნებოდით, როდესაც ჩვენი რელიგია თქვენსაზე ათასობით წლით ძველია. განა ნაბუქადნეზარი, ნაბუქოდონოსორი, იეზიდი არ იყო? პირიქით, ძველ გზას ჩვენ კი არა, თქვენ განუდეკით. მაშინ იეზიდებს შეახსენეს, რომ ხაზინის 2 წლის გადასახადი ემართათ. თუ მათ თავიანთი რელიგიის დაცვა აირჩიეს, მაშინ ეს გადასახადები დაუყოვნებლივ უნდა გადაეხადათ და თან ახალწვეულთა კვოტაც დაეცვათ. ხოლო თუ ისლამს აღიარებდნენ, სულთანს შესაძლოა სამხედრო ვალდებულებისაგან მათ გათავისუფლებაზეც კი აფიქრა. იეზიდებისაგან გადაწყვეტილება რომ გამოეტყუებინათ, მათი მთავრები ციხეში ჩასვეს, მაგრამ მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს. ამ გაურკვევლობაში მოხვედრილმა იეზიდებმა დასახმარებლად ამერიკელ მისიონერებს მიმართეს. ამერიკული მისია ურმიაში, რომელსაც 1871 წლიდან უცხოურ მისიათა პრესბიტერიანული საბჭო მართავდა, ანგლიკანი მისიონერების ჩამოსვლის შემდეგ გამოცოცხლებული იყო და ჰაქიარის მთებში მოღვაწეობის განახლებას აპირებდა. ღირსი მამა ედმუნდ მაკდოუელი, ილინოისის შტატის ჰაილენდ პარკის მკვიდრი, რომელიც ურმიის მისიას 1887 წელს შეუერთდა, ამ სამუშაოს შესასრულებლად 1888 წლის ნოემბერში გაემგზავრა. სანამ მთაში ავიდოდა, ჯერ მოსულში დაყოლდა ადგილობრივი მოსახლეობის შესაკრებად. მაკდოუელი, ისევე როგორც გრანტი და ლობდელი, იეზიდთა გაქრისტიანებაზე ოცნებობდა. სწორედ ამ მიზნით გააგზავნა კეენა, ადგილობრივი პროტესტანტი პასტორი, ალყოში, ამ ოლქის იეზიდების გასაცნობად, მაგრამ მისი ემისარი ქალდეველთა განშტოების ხალხს წაეჩხუბა. ამიტომ 1889 წლის დასაწყისში მას კისერზე თოკიში აბეს და სოფლიდან ასე გააძევეს. იმავე წელს მაკდოუელმა 2 საერთო პირი, თავისი თანაშემწეები გააგზავნა შეიხანში საცხოვრებლად. ისინი იქ ისე უნდა დასახლებულიყვნენ, როგორც ხელოსნები. მალე ხელოსნებმა მისწერეს, რომ დაბალი კლასები განწყობილი იყვნენ რელიგიური საუბრებისათვის, მაგრამ მმართველები, რომლებიც ძალიან საეჭო ხალხი ჩანს, მისიის მუშაობას სისხლის ბოლო წვეთამდე შეებრძოლებიან. მათი რეკომენდაციით ქრისტიანი ქვისმთლელების მიერ შესრულებული სამუშაო გაცილებით ქმედითი იქნებოდა. ელფიას ენდრიუსი იეზიდებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რომელიღაც ანონიმმა ინგლისელმა ქალბატონმა მცირე თანხა გაუგზავნა მათ შორის საცდელი ძალისხმევის გასაწევად. ენდრიუსმა ჯერ საერთო მქადაგებელი გააგზავნა ადგილობრივ ტომებთან, რათა შემდგომ მათთვის სკოლები გახსნილიყო ვირანშეჰირის რეგიონში. ედმუნდ მაკდოუელმა საგარეო მისიების საბჭოს გამოცხადა, რომ იეზიდებს შორის მისიონერობის დიდი პერსპექტივა არ უჩანდა. ამიტომ ის და ენდრიუსი, რომელიც ცდილობდა მოსულის მრევლი პრესბიტერიანელებს გადასცემოდათ, გაუცებულები დარჩნენ. როცა 1891 წლის მაისში ვინმე ჯურჯისმა, მოსულის მკვიდრმა და პროტესტანტმა, მათ იეზიდი ლიდერებისაგან შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეწერა, ამ უკანასკნელებს აინტერესებთ, რა უნდა მოიმოქმედოს იეზიდთა თემმა პროტესტანტობის მისაღებად. 200 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მამა ჟან ბატისტმა ასეთივე ამაღელვებელი თხოვნა მიიღო ჯებელ სემანიდან. ქრისტიანულ ეკლესიას წარმართების მოქცევის მეორე შანსი ეძლეოდა, მაგრამ ელფიას ენდრიუსი, ნიჭიერი ნიუ-იორკელი, 30 წელი ცხოვრობდა მარდინში და კარგად ახსოვდა დევნილი შემსიების ამბავი, რომლებმაც იაკობიტური ეკლესიის წიაღში ფარულად შეინარჩუნეს თავიანთი კულტი. მისიის სხვა წევრებთან მოთათბირების შემდეგ ენდრიუსმა მოსულში 10 პუნქტიანი კითხვარი გააგზავნა, რომელსაც პასუხი წერილობით უნდა გასცემოდა. დანარჩენს შორის წერილი შეიცავდა კითხვას: თუ იეზიდები პროტესტანტული ეკლესიის მრევლი გახდებოდნენ, გადაიხდიდა თუ არა იეზიდების საგადასახადო დავალიანებას ეს უკანასკნელი. გარკვეული შეფერხების შემდეგ ჯურჯისი სიფრთხილეს იჩენდა. სახიფათო სექტასთან ურთიერთობაში არ ემხილებინათ და არ ჩქარობდა. ენდრიუსმა განაცხადა, რომ იეზიდები დაჰპირდნენ, თითქოს ოფიციალურ დოკუმენტს გამოუგზავნიდნენ, რის შემდეგაც კონსულტაციები განახლდებოდა და ისინი ერთსულოვანი იქნებოდნენ იმ ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც აუცილებელია.
1891 წლის ივლისში მირზა ბეგი, მისი ძმა ალი ბეგი და მთავარი შეიხი, შეიხანის სოფლების მთავრებთან ერთად მოსულში გამოიძახეს, რათა იეზიდთა შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას გასცნობოდნენ. გამგებელმა, რომელსაც გარნიზონის ოფიცრობა და ამავე გარნიზონის ჯარიც თანახლდა, მათ უბრძანა ეღიარებინათ სამხედრო სამსახურის ვალდებულება თავიანთი თემის სახელით. იეზიდი მთავრების ამავე პროტესტის შემდეგ თითქოს მათ არ შეეძლოთ სამხედრო სამსახურში გაწვევა და ეძალებინათ იმ პირთათვის, რომლებსაც ეს არ სურდათ, მთავრებს კენჭისყრა მოუწიათ. ესწრებოდა 38 იეზიდი. მათგან შეირჩა 22, რომელთა შორის იყვნენ მირზა ბეგი, მისი ძმა და კიდევ რამდენიმე პირი, 50-ზე მეტი წლისა. ყველანი ყაზარმაში მიიყვანეს და საძულველი ლურჯი ფორმის ჩაცმა აიძულეს. მირმა თავის ძველ მეგობარ სიუფისთან გაგზავნა შიკრიკი. სიუფი უცხოური საკონსულოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო მოსულში. მირმა პასუხად რჩევა მიიღო. 7 ყოფილიყვნენ, რადგან ვიცე-კონსული მათ დახმარებას ცდილობდა. ფაქტობრივად მთავრობამ ტაქტიკა შეცვალა. ოსმალო მასუდ ეფენდი, დიარბაქირელი მოხელე, ახალი მისიითა და ინსტრუქციებით ჩავიდა მოსულში. იეზიდების მოსაქცევად საჭირო იყო რჩევების გაღება და სიკეთის გამოჩენა. თუმცა გავიდა დრო და ჩანაფიქრის წარუმატებლობით აღშფოთებულმა მასუდ ეფენდიმ მოითხოვა მისთვის არმიის ოფიცერი გაეგზავნათ, რომელიც საგანგებო უფლებამოსილებით იქნებოდა აღჭურვილი და ჭკუას ასწავლიდა ამ ამპარტავან ქურდბაცაცა ცოდვილებს. ძალით გამოასწორებდა ყველაფერს, რაც გამოსასწორებელი იყო. 1892 წლის ივლისის დასაწყისში, უკანასკნელი გამგებლის გამგზავრების შემდეგ და მომდევნოს გამოგზავნამდე, ტიგროსზე მოძრავი ქელექით სტამბოლიდან ჩამოვიდა ახალი მოხელე, გენერალ-ლეიტენანტი ომარ ვეჰბი ფაშა. ენერგიული ოფიცერი, დიდ ვეზირთან, მასწავით დამასკოლთან დაახლოებული პირი. ომის მინისტრი კი სამხედრო კოლეჯში მისი თანაკურსელი იყო და ვეჰბი ფაშაც მისი წყალობით უნდა დაეწინაურებინათ ასე სწრაფად. როგორც ხშირად ხდება ავტოკრატიულ სახელმწიფოებში, ახალდანიშნულ პირს ფართო და განუსაზღვრელი უფლებამოსილებები მიენიჭა. გენერალმა მოსულში მისვლისთანავე პირველი რაც განიზრახა, იყო გარნიზონის ჯარის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, კანონისა და წესრიგის დაცვა და კორუმპირებული მრჩეველების დასჯა. მანვე დააბრუნა ბასტინადო დიდი ხნის გაუქმებული სასჯელი, რომელიც შიშველი ფეხის გულების გაწკეპლას გულისხმობს. მასთან ერთად დააბრუნეს მსჯავრდებულთა ქუჩებში ჩამოტარების წესიც. სულელობას წინ უძღოდა პირი, რომელიც ყვირილით აუწყებდა ბრბოს გასამართლებულის დანაშაულს. 50 დღის თავზე პარიზში გაგზავნილ ანგარიშში სიუფი წერდა: იმ ასობით ოსმალო თანამდებობის პირს შორის, რომლებიც 40 წლიანი კარიერის განმავლობაში გავიცანი, არასოდეს მინახავს ომარ ფაშასავით მტკიცე და მართალი ადამიანი. მან წინასწარ განჭვრიტა, რომ თუ გენერალი შეძლებდა და თავის იმპულსურ ქმედებებს მოთოკავდა, მაშინ უდიდეს სამსახურს გაუწევდა ოსმალეთის მთავრობას იმპერიის ამ ჩამორჩენილ კუთხეში. იეზიდთა პრობლემის მოსაგვარებლად დრო არ უნდა დაკარგულიყო. სინჯარაში სამხედრო ექსპედიცია გაიგზავნა. მისმა მეთაურმა, პოლიციის პოლკოვნიკმა, ცენტრში ანგარიში გაგზავნა წარმატებული მოქმედების შესახებ. დაიღუპა 10 იეზიდი, 35 დაიჭრა. მათ 2 ჯარისკაცი მოკლეს და 4 დაჭრეს. 120 პატიმარი მოსულში დააბრუნეს. გენერალი არანაკლები ძალმომრეობით მოეპყრო შეიხანელ იეზიდთა მთავარს, რომელიც გამუდმებით არიდებდა თავს მოსულში გამოძახებას. სოფელში რაზმი გაიგზავნა, რომელსაც უბრძანეს მისი ყველა მკვიდრი ამოეხოცათ, მოკლულთა თავები კი ქალაქში ჩაეტანათ. ამ მოვლენებით შეშფოთებულმა მირზა ბეგმა იეზიდთა მთავრების დაახლოებით 40 კაციანი დელეგაცია ჩაიყვანა შეიხანიდან მოსულამდე. მათ ტიგროსის ხიდთან დახვდნენ ომარ ვეჰბი ფაშა და ზოგი მუსლიმი მოხელე. ბრბო ყაზარმებისაკენ მათ მსვლელობას მიაწყდა. ღამე იქ უნდა გაეთენებინათ. მეორე დღეს 1892 წლის 19 აგვისტოს გენერალმა პროვინციის საბჭო, ორგანო, რომელშიც ქრისტიანები და მუსლიმებიც შედიოდნენ, მოიწვია და ოფიციალურად მოსთხოვა იეზიდთა მთავრებს ისლამის მიღება. მთავრების დაახლოებით მეოთხედმა უარი განაცხადა, ისინი სცემეს. რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
დანარჩენებმა მირის მეთაურობით ის სიტყვები წარმოთქვეს, რომლებზეც უარის თქმა არ შეიძლება და მუჰამედის სარწმუნოება აღიარეს. ბრისყანე გენერალმა დედაქალაქში ტელეგრამა გაგზავნა, რომლითაც იტყობინებოდა, რომ რამდენიმე 1000 იეზიდური ოჯახი გამუსლიმდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ამ შესაძლოა ნაადრევ განცხადებას დროულად შეხიდებოდა რელიგიური მასწავლებლების, ადმინისტრატორებისა და ჯარისკაცების გაგზავნა შეიხანის ყველა სოფელში. მირზა ბეგი, მისი ძმა ბადი ბეგი და კიდევ ერთი მთავარი ისლამზე მოქცევისათვის ფაშას წოდებით დააჯილდოვეს. თითოეულს 2000 პიასტრი დაენიშნა ყოველთვიურ ხელფასად. გენერლის თხოვნით მათ სამადლობელი წერილი გაუგზავნეს სულთანს, რომლის მფარველობით მთელი მათი სექტა 1,100,000 იეზიდი უკუაგდებდა შეცდომებისა და უმეცრების გზას და სრულყოფილების გზას დაადგებოდა. ომარ ვეჰბის ამ წერილის ბოლოს პოსტკრიპტუმი დაესვა, რომლითაც ითხოვდა წერილის ასლის სტამბოლის ერთ-ერთ გაზეთს გადაჰგზავნოდა. მაგრამ მათმა კიდევ ერთმა ძმამ, ალი ბეგმა, სწორედ იმან, ვისაც დაბადებისას სახელი ლეიარდმა შეურჩია, უარი თქვა რელიგიის შეცვლაზე და ისიც დააპატიმრეს. ამასობაში სიუფის შიკრიკის ხელით გადაეცა პეტიცია, რომელსაც უკვე 100-ზე მეტი პირი ხელს აწერდა. მათ შორის ერთი იეზიდი მთავარი. ეს შუამავალი აცხადებდა, რომ იეზიდთა თემი მზად იყო ქრისტიანობა მიეღო. ვიცე-კონსულმა უპასუხა, რომ ასეთ უდროო წინადადებას ვერ მიიღებდა, მაგრამ პირობა დადო, რომ ყველაფერს იღონებდა მათ დასახმარებლად. შემდეგ კი გენერალს, რომელთანაც მას საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ურჩია იეზიდთა დარწმუნება აჯობებს ძალის გამოყენებასო. თან გააფრთხილა, რომ თუ რჩევას ყურთ არ იღებდა, მისი საქმეების შესახებ საფრანგეთის მთავრობას აცნობებდა. სიუფიმ მალე გააცნობიერა, რომ ეს სულ ამაო მუქარა იყო. ორ კვირაში სტამბოლიდან ელჩმა მოსთხოვა იეზიდების საქმისაგან თავი შორს დაიჭირეო. ამ დროს ახალი გამგებელი ოსმან ფაშა მოსულში ჩავიდა. ქალაქის მუსლიმი და ქრისტიანი წარჩინებულები ერთნაირად იყვნენ შეშფოთებულები ვეჰბი ფაშას თავნებობით და ეშინოდათ, რომ შეიხანის ამბები სურსათით მომარაგებაზე ცუდად აისახებოდა. მაგრამ გუბერნატორი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაუსაქმებელი იყო, ახლა ძველივალების გასტუმრებას ცდილობდა და გავლენიანი გენერლის გამოწვევას მოერიდა. სექტემბრის შუა რიცხვებში ისე, რომ გუბერნატორისათვის შეტყობინება აზრადაც არ მოსვლია, ომარ ვეჰბი ფაშამ შეიხანში სადამსჯელო ექსპედიცია გაგზავნა. მის მეთაურებს სიუფი გამოუცდებად და თავზე ხელაღებულებად მოიხსენიებს. ამათში იყო გენერლის ვაჟი ასემ ბეი, 25 წლისა და მასზე 5 წლით უფროსი რეშიდ ეფენდი ომარი, მოსულის ერთ-ერთ უძველეს ოჯახში გამორჩეული შავი ცხვარი. მათი ჯარი რეგულარული არმიის რამდენიმე ასეული ჯარისკაცისაგან შედგებოდა. ჯებელ სინჯარის მთიელთაგან განსხვავებით, შეიხანელი იეზიდები მეტწილად მიწაზე მომუშავე ხალხი, სრულიად დაუცველები აღმოჩნდნენ. იქ განადგურებული სოფლების რაოდენობა და ამასთან დაკავშირებული მკვლელობები, ყაჩაღობა და გაუპატიურებები ზუსტად არავის აღ ურიცხავს. ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა მონაცემები მწვავე ინციდენტების შესახებ, რომელთაც რამდენიმე წყარო იხსენიებს. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობა შეეხებოდა ახალგაზრდა გოგონების ჯგუფს. ისინი ჯარისკაცებს ხორბლის ყანაში დამალვიან, მაგრამ დაიღუპნენ, როდესაც ჯარისკაცებმა მოსავალს ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმე კვირაში ომარ ვეჰბი ფაშამ სიუფი და სხვები იეზიდთა წაქეზებაში დაადანაშაულა. მისი აზრით 300-400 იეზიდის დაღუპაში დამნაშავე სწორედ სიუფი და მისთანანი იყვნენ. ამასობაში გადარჩენილები თავიანთი სახლებიდან გაიქცნენ. ზოგიერთმა თავშესაფრის ძიებაში ჩრდილოეთის მთებს მიაშურა, ხოლო მეორე ჯგუფი, რომელსაც ქოჩექი მირზა ხელმძღვანელობდა, სინჯარში ჩავიდა. თუმცა სამხედრო ექსპედიციის მთავარ სამიზნედ ლალიშის ტაძარი ამოიღეს. ერთ ოსმალო მწერალს, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა იმ დროინდელ ოფიციალურ დოკუმენტებზე, იეზიდთაგან გადაცებული ნივთები ჩამოუთვლია. ბრინჯაოს ფარშევანგის 5 ქანდაკება, ჰაზრეთ დაუდის, შეიხ შემს ად-დინის, ეზიდ იბნ მუავიასი, შეიხ ადის და ჰასან ელ-ბასრის სახელობისა. ხალილ რაჰმან ქოჩი, ვერძის ფორმის ბრინჯაოს ქანდაკება, მოსეს ბრინჯაოს კვერთხი,
ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ბულბული, სეიდ აჰმედ ერ-რიფაის ქამარი, სეიდ აჰმედ ელ-ბედევის იეზიდები მას შეიხ აჰმედ ელ-ქებირს უწოდებენ, კრიალოსანი, ელ-ჯუნაიდ ბაღდადელის მე-9 საუკუნის სუფია ოსტატი, ელ-ხალაჯის მასწავლებელი, სავარცხელი, შეიხ აბდელ ყადირ ელ-გილანის ხის კვერთხი, სოლომონის სახელთან დაკავშირებული ბრინჯაოს თასი. ნაზართვის ჩამონათვალში არ არის დიდი ფარშავანგი და 2 წმინდა წიგნი, რომლებიც ასემ ბეის ჯარისკაცებმა ვერ იპოვეს. დანარჩენი სიწმინდეები ჯერ მოსულის ყაზარმებში გადაიტანეს, შემდეგ სავარაუდოდ ბაღდადში, არმიის კორპუსის შტაბში. ერთი გადმოცემის თანახმად, დიდი ფარშავანგის სამალავი ოსმალებს ღალატით გაუმხილა ვიღაცამ და ისიც ჩამოართვეს. თვის ბოლოს სამხედრო ექსპედიციამ ბაშიყა და ბაჰზანი გადაქელა და მრავალი წმინდა სალოცავი გაანადგურა. სოფლის მკვიდრმა იეზიდებმა მკერდთან ჩახსნილი პერანგებით დაიწყეს სიარული. მათში მტერი რომ არ ამოეცნოთ. სიტყვა იეზიდის წარმოთქმაც კი აიკრძალა. ზოგმა დამკვირვებელმა შენიშნა, როცა მათ სატანის დაწყევლის ბრძანებით მიმართავდნენ, ბევრი იეზიდი ჟღერადობით მსგავს სიტყვას სულთანს წარმოთქვამდა. სხვა ინფორმაციით, ზოგან იეზიდის სოფლელები მართლაც იკრიბებოდნენ პარასკევობით. ისლამის წესით სალოცავად, მაგრამ ლოცვის დაწყებიდან 15-ოდე წუთში ქრებოდნენ. სიუფისაგან გაუცხოებული, მოსულელი ვაჭრებისათვის საძულველ პირად ქცეული გენერალი, დამრთყალი რომ ცენტრალური მთავრობის წყრომას დაიმსახურებდა, ახლა ცდილობდა იმედგაცრუებების სამხედრო მუსიკის დაუსრულებელი დაკვლით ჩაეხშო. ალიბექს, რომელიც სხვა მეორე ხარისხოვან ტუსაღებთან ერთად ციხეში იყო, აწამებდნენ. 2 თვის შემდეგ სტამბოლიდან ჩამოსული ბრძანების შესაბამისად იგი კასტამონში, ჩრდილოეთ ანატოლიაში გადაასახლეს. ცნობებმა ვეჰბი ფაშას გადამეტებული სისასტიკის შესახებ სტამბოლამდე სხვადასხვა გზით ჩააღწია. 1892 წლის სექტემბერში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენსიაში გასული ჰორმუზ დრასამი გააფრთხილა და ენდრიუსის ანგარიში გაუგზავნა, მაგრამ გამგზავნს შეახსენეს, რომ სულთნის ქვეშევრდომებსა და მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომებს შუა ჩადგომა ძალზე ვნებს ამ უკანასკნელის ინტერესებს. იმ შემთხვევების გარდა, როცა ჩარევას თავად მისი უდიდებულესობის მთავრობა მიიჩნევს საჭიროდ. ერთობ ტაქტიანად, პასუხში გამოტოვებული იყო მდიუნის მუდმივი მოადგილის სიტყვები, რომელთაც იგი თავის მინისტრს წერდა. ნამდვილად ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩავერიოთ ამ მოვლენებში ეშმაკის თაყვანის მცემელთა მხარდასაჯერად. თუ მათ სწორად აღწერენ, ეს ჩვენი აქაური პოზიციებისათვის ნამდვილი თვითმკვლელობა იქნება. დრამის ბოლო მოქმედება 1892 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო, როდესაც გენერლის ვაჟი ასემ ბეი სინჯარისაკენ გაემართა რეგულარული ჯარის 5 ბატალიონით. 2 დღის შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის სასულიერო პირი, მეუფე ოსვალდ პერი ჩავიდა მოსულში ენდრიუსის ერთ-ერთ თანაშემწესთან ერთად. პერი სირიის საპატრიარქოს საგანმანათლებლო საზოგადოების საინსპექციო მოგზაურობაში იყო და 6 თვე გაატარა იაკობით პატრიარქთან, იგნატიუს 34 პეტრე მეოთხესთან, დეირ ეს-ზაფარანის მონასტერში, რომელიც მარდინის მისადგომებთან მდებარეობს. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ალფიას ენდრიუსთან. ამ უკანასკნელს მისთვის სარეკომენდაციო წერილიც კი მიეცა იერემია შამირთან წარსადგენად. შესაბამისად, იეზიდთა საქმეებს იცნობდა. 1892 წლის 4 ნოემბრის საღამოს სამთავრობო შენობის გარეთ მუსიკის ხმა შეწყდა და იერემიამ პერის შეატყობინა, რომ სინჯარიდან ცუდი ამბავი ჩამოეტანათ. პერის სიტყვებით, ფარიღის, გენერის, ჯარისკაცები იეზიდთა სოფლებში იყვნენ გაგზავნილნი, სინჯარის მთების ქვედა ფერდობებზე და იმ სახლების გასაძარცვად ემზადებოდნენ, საიდანაც მოსახლეობას თავიანთი ქონების გატანა ვერ მოესწრო და მთა კლდეებისათვის ვერ შეეფარებინა. როდესაც ზოგიერთმა მთავარმა ისლამი აღიარა და ხალხს შეჰპირდა, რომ ამის სანაცვლოდ მათ სოფლებს დაზოგავდნენ, სამაგიეროდ ღამით ჯარისკაცები მთებისაკენ, ანუ ზედა სოფლებში უნდა გაეტარებინათ. ამაზე თითქოს ადვილად დაითანხმეს და სამზადისი დაღამებისთანავე დაიწყო. რაოდენ დიდი იყო ჯარისკაცების გაოცება, როდესაც მწვერვალისაკენ მიმავალი გზის შუაწელში, ხეობაში შესვლისას მათ ქვემეხების მიყოლებული ზათქებით დახვდნენ, ხოლო მათი მოღალატე მეგზურები იქვე შეუერთდნენ თავიანთ მეგობრებს.
რომლებიც ხეობის ორივე მხარეს იყვნენ ჩასაფრებულები. ამათ კი ჯარისკაცები სწორედ მათ შორის გაატარეს. რაც ამაზე უფრო უარესიც გია, ჯარისკაცებმა სულ მალე აღმოაჩინეს, რომ მათ არც ერთ გასროლას ძალა არ ჰქონდა. იეზიდებს ვაზნებში დენთი მტვრით ჩაენაცვლებინათ. შესაძლოა წარმოუდგენელი ჩანდეს, მაგრამ ამბობენ, რომ არც თუ იშვიათად, სწორედ მოხელეები ითვისებდნენ ტყვია-წამალს გასამდიდრებლად. ყოველ შემთხვევაში, საბრალო ჯარისკაცებმა, საბრალონი მეთქი ვამბობ, რადგან არ ამგონია იეზიდების ასე დევნა მათ სნებასრულს ემთხვეოდეს, უკან დაიხიეს, როგორც შეძლეს, მაგრამ ამ დროისათვის სოფლები სულ მთლად დაცარიელებული დახვდათ და არც საკვებად ერგოთ რამე. ეჭვი, რომ მათგან 100 კაცი მაინცაა მოკლული, რამდენიმე დღის შემდეგ მოსულში ჩამოყვანილმა დაჭრილმა ჯარისკაცმაც დაადასტურა. იმავე საღამოს მთვარის სრული დაბნელება მოხდა. პერი და მისი თანამოაზრეები აღშფოთებულ მოქალაქეთა საყვირების ბერვით და ქვაბების რახუნით გაოცებულები სახლის ბანზე ავიდნენ, სადაც წარმოუდგენლად სუფთა ჰაერი და ჰორიზონტის უზარმაზარი სივრცე დახვდათ. აღმოსავლური ღამის დახვეწილი სილამაზე ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ სანახაობას ერწყმოდა. 4 დღის შემდეგ გუბერნატორმა სტამბოლიდან დეპეშა მიიღო. მისგან ხელახლა მოითხოვდნენ გენერლის საქმიანობის შესახებ დაწვრილებით ანგარიშს, რომელიც ოსმან ფაშამ ვერ გაგზავნა. ბოლო წუთამდე გაჯიუტებული ომარ ვეჰბი ფაშა მოსულიდან 18 ნოემბერს გაემგზავრა და თავის ჯარს შეუერთდა. უბედური მირის მირზა ბეგის თანხლებით. გზაში ათასობით სოფლელი და კაროსანი არაბი გაიყოლა თან. როგორც დამხმარე მუშახელი, სტამბოლიდან გამოგზავნილი დეპეშით მას უბრძანეს ეს ხალხი თავთავის სახლებში დაებრუნებინა. რამდენიმე დღის შემდეგ გენერალმა მოსულში ცნობა გაგზავნა, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვა იეზიდებზე. თან წერდა თითქოს ერთი ოფიცრის მოკლა იეზიდებს 100 სიცოცხლედ უჯდებოდათ. თავად კი მხოლოდ 4 ჯარისკაცი დაეჭრა. ხმები, რომ მისმა ჯარმა ფაქტობრივად კიდევ ერთი მარცხი განიცადა, მაინც გენერლის სიმართლეს ადასტურებდა. ადრე სამხედრო ძალის განახლებას, საბრძოლო და სამედიცინო მარაგების შევსებას მოითხოვდა. თანაც ახლა ზომიერ წინადადებას სთავაზობდა სინჯარელ იეზიდებს. აღმსარებლობის თავისუფლებას მათ იმ პირობით შეუნარჩუნებდნენ, თუ ძველ გადასახადებს გადაიხდიდნენ და ჯარისკაცებისათვის წართმეულ თოფებს დააბრუნებდნენ. თოფების ხელში ჩაგდება ვინმე ჰამუშირუს მიეწერებოდა. ჯებელ სინჯარში ახალდასახლებულ ფაქირანის ტომის წევრს. 1892 წლის 9 დეკემბერს თვით სულთან აბდულ ჰამიდისაგან მოვიდა დეპეშა, რომელიც ომარ ვეჰბი ფაშას თანამდებობიდან ათავისუფლებდა და უბრძანებდა მოსულში დარჩენილიყო, სანამ საგამოძიებო კომისია ქალაქში ჩავიდოდა. თავად კი მზად ყოფილიყო სასამართლოს წინაშე ეგო პასუხი. ოსმალეთის ჯარი ომის სამინისტროს ნებართვის გარეშე რომ გამოიყენა ბრძოლებში. 4 თვის შემდეგ გენერალი შერცხვენილი და პატივაყრილი დაბრუნდა დედაქალაქში. სასაცილოა, მაგრამ მის წინააღმდეგ წარდგენილი ერთ-ერთი მთავარი ბრალდება უპატივცემულო შენიშვნა იყო იმამ ჰუსეინის, მუჰამედის შთამომავლის მიმართ, როცა შეიტყო, რომ ჰუსეინის ერთ-ერთი შთამომავლის საფლავი შეცდომით გაანადგურებინა, რადგან იეზიდური სალოცავი ეგონა. ჯებელ სინჯარში ვითარება მთელი 1893 წლის განმავლობაში დაძაბული იყო. შამარის არაბებმა უარი თქვეს იეზიდებისათვის დაებრუნებინათ მათ მიერ მოვლილი პირუტყვი. წინა წლის საბრძოლო მოქმედებების დროს მათ დარჩათ იეზიდთა გაქცევის შემდეგ. თან ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ იეზიდებს გადასახადების გადახდა ვერ მოეხერხებინათ. ქოჩექი მირზა ამ ტომებს ისლამის დაცემის წინასწარმეტყველებით დაემუქრა, რის შემდეგაც აუცილებლად სამართალი იზეიმებდა და ქვეყნიერების მართვას იეზიდები შეუდგებოდნენ. ივლისში პენსიაში გასვლამდე მცირე ხნით ადრე სიუფიმ ანგარიშში დაწერა, რომ ბრიგადის გენერალმა ბექირ ფაშამ მოსულის გარნიზონის მეთაურმა რამდენიმე ბატალიონი სინჯარში გადაიყვანა. 1893 წლის ოქტომბერში ბრძოლები ისევ განახლდა. მსხვერპლი ორივე მხარეს საგრძნობი იყო. ასასი და ღუპული. ბოლოს სოფუქაღა, იეზიდების მეთაური, მოლაპარაკებას დათანხმდა. ქოჩექი მირზა შეიხანში გაგზავნა 1,000,000 პიასტრით, რაც სავარაუდოდ თავის მიმდევრებში შეაგროვა. მან თავისთვის ციხე ააგო და მოუწოდა იეზიდებს მოსაკრებელი თანხა მისთვის გაეგზავნათ და არა ლალიშში. ცოტა ხნის შემდეგ იგი მოკლეს, სავარაუდოდ მირ მირზა ბეგის ბრძანებით. მთაში მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ოსმალებმა დიდძალი ჯარი დატოვეს ბელეთ სინჯარში.
იეზიდებმა გადაგვარებისაგან თავი იხსნეს, მაგრამ ამ რყევებში მათ თემს ბევრი რამის გადატანა მოუხდა. ტურაბდინის მთისწინეთში, სინჯარის დასავლეთით, ერთი იეზიდი მეთაური, ჰასან კანჯო გამაჰმადიანდა და თავის ტომთან ერთად შეუერთდა ჰამიდიეს ჯარს. მალე იბრაჰიმ ფაშას, მილის ტომის ძლევამოსილი მეთაურის მარჯვენა ხელი გახდა. იბრაჰიმ ფაშას კი დიდ პატივს სცემდა თვით სულთანი აბდულ ჰამიდი და ერთ-ერთი ცნობით, სწორედ მან ურჩია სულთანს ომარ ვეჰბი ფაშას უკან გაწვევა. ჰასან კანჯოს ერთ-ერთი მნახველი ასე აღწერს: ტანმაღალი, მოჩვენების მსგავსი კაცი, თითქოს და გრძელი წვერით მოჩარჩოებული სახით, მუდამ მოზომილი ნაბიჯით მოსიარულე. კანჯომ ჰალელის ციცაბო ფერდობზე, ვირანშაჰირის აღმოსავლეთით, ციხესიმაგრე აიშენა, რათა შამარისა და უდაბნოს სხვა არაბულ ტომებთან საბრძოლველად დასაყრდენი ბაზა ჰქონოდა. მისი მიმდევრები და მათი ოჯახები, რომლებიც იეზიდური რწმენის შენარჩუნებას ცდილობდნენ, ციხესიმაგრეში იყვნენ დაბანაკებულნი. მცირე იეზიდურმა თემმა ჯებელ სემანის მთებში, ალეპოდან დასავლეთით, თვითმყოფადობის შენარჩუნება მოახერხა და მოგზაურებმაც დროდადრო სწორედ მათთან იცოდნენ სტუმრობა. იეზიდური სოფლები ვალდებულნი იყვნენ ჯარისათვის ახალწეულები მოეგროვებინათ. მათ უმეტესობას შემდეგ იემენის გარნიზონში გზავნიდნენ და უფრო ხშირად ისინი შინ ვეღარ ბრუნდებოდნენ. ზედა ტიგროსისა და ეუფრატის ხეობები თანდათან დაიცალა იეზიდებისაგან. ამის მიზეზი ხელისუფალთაგან დევნა, ქურთთა თავდასხმები და სინჯარსა თუ შედარებით ნაკლებად ამიერკავკასიაში ემიგრაცია იყო. მოსულში კი ზომიერი ოსმან ფაშა ახალმა გამგებელმა, აზიზ ფაშამ შეცვალა, რომელმაც ჯებელ სინჯარში სამშვიდობო შეთანხმება გაახერხა, ხოლო შეიხანელ იეზიდებს ნებადართო თავიანთი სარწმუნოების ერთგულნი დარჩენილიყვნენ. მირზა ბეგმა და სხვა წარჩინებულმა მაჰმადიანებმა ძველი რწმენა დაიბრუნეს, თუმცა ალი ბეგს კვლავ დევნილობაში უხდებოდა ყოფნა. ამ დათმობებს თავისი ფასი ედო. სამხედრო სამსახურის ვალდებულება, ისლამური სკოლების გახსნა იეზიდთა ტერიტორიებზე, თუმცა მოსწავლეებს იქ ნებაყოფლობით იღებდნენ და ლალიშის სალოცავების დათმობა მუსლიმი დერვიშებისათვის, რომლებმაც შორიახლო საცხოვრისები მოიწყვეს და სასულიერო სასწავლებელი აამოქმედეს. სანჯაყები და სხვა რელიგიური საგნები კვლავ პატიმრობაში რჩებოდა. 1894 წლის გაზაფხულზე ესპანელი ჟურნალისტი სატურნინო ხიმენესი აზიზ ფაშას მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით სტამბოლიდან შეიხანს ეწვია. მოგზაურობა მან ნინევიიდან დაიწყო. ასირიელთა დანგრეულ სასახლეში ღიაცის ქვეშ გამართული ნადიმით, რომელსაც ესწრებოდნენ შეიარაღებული ძალებისა და მთავრობის წარმომადგენლები, არაბი შეიხები, ქალდეველი წარჩინებულები, დომინიკელი ბერები და თვით მირზა ბეგი თავის ძმასთან, ბადი ბეგთან ერთად. მეორე დღეს ხიმენესი ბაადრისაკენ დაიძრა. მირზა ბეგის, მისი ძმის, მისი ვაჟებისა და 50 იეზიდი მხედრის თანხლებით, რომლებიც ბამბუკისაგან დამზადებული გრძელი შუბებით იყვნენ შეიარაღებულნი. მგზავრობისას მირის უმცროსმა, სულ 15 წლის ვაჟმა, მხედრულ ხელოვნებაში გაწაფულობის ჩვენება მოინდომა. მთელი სისწრაფით გააჭენა ცხენი, შემდეგ მოულოდნელად გაქრა. მცირე ხნის შემდეგ კი ფერწასული და ღონემი ხდილი დაბრუნდა წვივის ძვლის მოტეხილობით, რადგან თურმე ცხენს გადაეგდო. მირის რეზიდენციის ერთ-ერთ უზარმაზარ ოთახში ხიმენეს ტახტებითა და სპარსული ხალიჩებით მორთული ოთახი გამოუყვეს და ვახშამიც იქვე მიართვეს. მეორე დილით ესპანელი დიდხანს ესაუბრა მირს პირველ სართულზე, სადაც ღიაკარიდან ბაღში მოჩუქჩუხე შადრევნის ხმა შემოდიოდა. ამის შემდეგ, ახლა უსაქმოდ დარჩენილი ქოჩექის თანხლებით, ბაღში გაისეირნა, შემდეგ პატარა აუზთან ჩამოსყდნენ და ერთხანს ბროწეულის ხის ჩრდილში ისაუბრეს. ხიმენესი წერს, რომ ბროწეულის ყვავილის ჩამოცვენილი ფურცლები წყლის ზედაპირს სისხლივით მუქ წითელ ფერს აძლევდა. მირზა ბეგი შეაცმუნა ჟურნალისტის კითხვამ, სურდა თუ არა მასთან ერთად შეიხადის ტაძრის სანახავად წასვლა. ნაჩქარევად გამოძახებულ უხუცესებთან ორდღიანი თათბირის შემდეგ იგი დათანხმდა მოგზაურობაზე, რომელიც ხიმენესმა წინასწარ შეუთანხმა. დილით, როცა მირი თავის ძმასა და შვილებთან ერთად შინიდან გაემგზავრა, ბაადრიში იეზიდები შეიყარნენ. ასობით მათგანი ცხენზე ამხედრებული მოვიდა, ზოგი მარტინი ჰენრის თოფებით.
რამდენიმე პოლიციელი, რომლებიც ხიმენეს თანმხლებ დაცვად წამოხვდნენ, ამის გამო ძალზე აღელვებული ჩანდა. მზე ამოსულიყო. მსვლელობის მონაწილეები კი სრულ სიჩუმეში მიიწევდნენ ზემოთ, მთის ვიწრო ბილიკით. ბოლოს, როცა ხეებს შორის კარგად ნაცნობი ნაგებობის წვერი გამოჩნდა, იეზიდმა, რომელიც პროცესიას წინ მიუძღოდა, გამაყრუებელი შეძახილით ასწია თავი და საგალობლის მღერა წამოიწყო. უკან მყოფები აყვნენ და მთელი ხეობა სიმღერით აივსო. დერვიშებს არც კი უცდიათ მომლოცველთა ნაკადის შეჩერება. იეზიდები სალოცავებსა და წმინდა ადგილებს შორის გაიფანტნენ. ყველა კარს ეხვეოდნენ და თაყვანისცემით კოცნიდნენ წმინდა წყაროს წყალს. დიდი კამათის შემდეგ დერვიშების შეიხმა თანხმობა განაცხადა ადრინდელი ტაძრის, ახლა უკვე მეჩეთის გახსნაზე. ხიმენესი აღმოჩნდა პირქუში დარბაზის წინაშე, რომლის კედლები მურს გაეშავებინა, მაგრამ იეზიდები სულ სხვაგვარად ხედავდნენ ყველაფერს. ახლა რომ ცარიელი ადგილი იყო ადრე, იქ დიდი ფარშავანგი იდგა. კედლის ლურსმნებზე ოდესღაც ამულეტები ეკიდა. შეიხი ადის სარკოფაგი და ზოგი სხვა სიწმინდე სრულიად მოშიშვლებული იყო. ხიმენეს მსახურებმა მოუტანეს მსუბუქი ვახშამი, რომელზეც მან მირი მიიწვია, მაგრამ შეთავაზებაზე თავაზიანი უარი მიიღო. შეიხ ადის სალოცავიდან დღის მეორე ნახევარში გაემგზავრნენ და ბაადრეში შეღამებისას ჩააღწიეს. როცა თავისი რეზიდენციის შესასვლელთან ცხენიდან ჩამოდიოდა, მირზაბეგი ესპანელს ხელზე მთხვევია. 1897 წელს ლორდი უორკბორსი, პარლამენტის წევრი და თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდა კაცი პირადი ინიციატივით გაემგზავრა ოსმალეთის აღმოსავლეთ პროვინციებში ვითარების შესასწავლად. ამადიიდან მოსულისაკენ მიმავალმა ლალიშის ტაძარიც ინახულა. ეზოები და მიმდებარე საცხოვრებლები ნანგრევებად იყო ქცეული. სახლების მხოლოდ კედლები და სახურავები დარჩენილიყო. მოლა, რომელიც შეიხადის მაუზოლეუმის გასაღებს ინახავდა, არ დახვედრიათ და მოგზაურებმაც მოსულისაკენ გააგრძელეს გზა. მირზაბეგი 1899 წელს გარდაიცვალა. მმართველობის ბოლო წლები მას ახალმა დამცირებამ გაუმწარა. მათ შორის მოთხოვნამ ან ისლამის ერთგულება დაედასტურებინა, ან შემოსავლის დასაკარგად ყოფილიყო მზად. 1899 წლის მაისში ერთი გერმანელი მოგზაურისთვის უთქვამთ, თითქოს მოსულის გამგებელს მირისა და მისი ორი ძმისათვის ებრძანებინოს, თავად აეკრიფოთ სინჯარში გადასახადები. მის განდევნილ ძმას ალიბექს, რომელმაც მტკიცედ თქვა უარი გამაჰმადიანებაზე, შინ დაბრუნების უფლება 1898 წელს მისცეს, ბრიტანეთის საელჩოს წყალობით. მირზაბეგის გარდაცვალების შემდეგ იგი მირად აირჩიეს. ამ დროს ალიბეგი 52 წლის იყო. ოსმალებმა მას უფლებამოსილება შეუზღუდეს და მხოლოდ სარწმუნოებრივი საკითხები დაუტოვეს განსაკარგავად. მისი მეუღლე მაიანი აბდი ბეგის ქალიშვილი, რომელიც დევნილობის წლებში მუდამ მხარში ედგა მას, ახალ მმართველს ბოლო 10 წლის მატერიალური ზარალისა და სულიერი ტკივილების გადატანაში ეხმარებოდა. სინჯარში ომარ ვეჰბი ფაშას დროის დარბევების გამო აღშფოთება ჯერ არ განელებულიყო. როცა 1906 წლის აპრილში ახალგაზრდა ბრიტანელმა მოგზაურმა მარკ საიქსმა სტამბოლის საელჩოს საპატიო ატაშემ, ლეიარდივით აზარტულმა, მაგრამ ნაკლებად შემწყნარებელმა, ძველი მარშრუტით წამოიწყო მოგზაურობა ალეპო მოსულის საქარავნო გზით, რომლის გასწვრივაც გერმანელი ინჟინრები უკვე იწყებდნენ ბაღდადისაკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზის დაგებას. საიქსი ერთხანს ვირან-შეჰირში შეჩერდა, რადგან იბრაჰიმ ფაშას და მისი ყოფილი იეზიდი ხელქვეითის მონახულება სურდა. შემდეგ უდაბნო გადაიარა და ჯებელ სინჯარის დასავლეთ კალთაზე მოწყობილ იეზიდთა ბანაკს ეწვია. საიქსი იმდროინდელ მოგზაურ მკვლევართა შორის მოდური კომიკური ირონიული ტონით აღწერს, როგორ მიიღო ისინი უცნაური და ბოროტიერის მთავარმა შემაშინებელი თავშეკავებით. მერე მისი თეთრხალათიანი მხლებლებით შემოლაგდნენ და პირქუშად უხმოდ შემოგვაცხერდნენ. საიქსი აღნიშნავდა: მათი სამოსი უკიდურესად უცნაურია. თავზე მაღალი, ყავისფერი კონუსური ქუდები ახურავთ. გარშემო შავი ან წითელი ჩალმები აქვთ შემოხვეული. ყელკისერთან კვადრატულად ამოჭრილი თეთრი პერანგები და ყავისფერი ტყავის მოკლე მოსასხამები აცვიათ. ხოლო წვეტიანი, გვერდება მოხვეული ფეხსაცმელი,
სრულად შეესაბამება მათ ჩაცმულობას. ეს ინტერესის აღმძვრელი ფიგურები, რომ შევათვალიერე, მომეჩვენა თითქოს დრომ 4000 წლით დაიხია წარსულში და დავიწყებას მიცემული რომელიღაც პირველყოფილი მოდგმის ხალხთან ვიჯექი, მაგალითად იმათთან, ივრიზის კლდეებში, ხეთური წარწერა კონიის დასავლეთით, ბარბაროსული ძეგლები რომ ამოუკვეთავთ. კარავში დაბრუნებულმა მდუმარე მამაკაცთა ჯგუფი აღმოაჩინე. ისინი ნება-ნება, აუჩქარებლად იკვლევდნენ ჩემი ბარგი ბარხანის შიგთავს. მოგვიანებით მას მხოლოდ შეიხ ჰამო შირუს ჩამოსვლამ გამოუკეთა გუნება. საიქსიასი აღწერს შეხვედრას. დანარჩენებზე გაცილებით მხიარული იყო. ჩემს კარავში შემოვიდა და მეც ამბების თხრობით დავიწყე მისი გართობა. თავი არ დამიზოგავს. შეიხმა მითხრა, რომ თუ სპარსეთსა და თურქეთს შორის ომი დაიწყებოდა, მაშინ ეს შესაძლებლად მიაჩნდათ, სინჯარელები დახოცავდნენ ყველა მუსლიმს, ვინც კი ხელში მოხვდებოდათ. ამ ფრაზას ხმამაღალი აპლოდისმენტებით შეხვდნენ დანარჩენები, მართლაც გამაყრუებელი ყიჟინით, რომლითაც მათ თავიანთი მოძღვრის სიტყვით გამოსვლა მოიწონეს, გამოცოცხლების ერთადერთი ნიშანი იყო, რაც მთელი იმ დღის განმავლობაში შევნიშნე ამ ხალხში. მეორე დილით იგი ბელეთ სინჯარში გაემგზავრა, სადაც სულიერად მონათესავე ერთი ოსმალო მოხელე აღმოაჩინა. წარმოშობით მოსულელი არაბი იყო, კარგი ოჯახის ჩამომავალი, საკმაოდ შეძლებულიც და მთავრობაში უფრო გასართობად თუ მუშაობდა, ვიდრე საარსებო სახსრის მოსაპოვებლად. აქაურები ხმამაღლა უძღვნიან ხოლმე ქებადიდებას და საამისო მიზეზიც აქვთ. ეს ადამიანი ფულს არ ჭამს, მშვიდობას უფრთხილდება და ბოროტმოქმედების ჩამდენს სჯის. დერვიშები 1904 წელს ჯერაც ლალისში იმყოფებოდნენ. იმავე წლის მაისში მთავარეპისკოპოსის მისიის წევრმა, ღირსმა მამა ვაიგრამმა, რომელიც ჰაქიარის მთებში მოგზაურობდა, გადაწყვიტა ნინევიისა და მოსულისაკენ გადაეხვია. უკან დაბრუნებისას იგი შეიხ ადის სალოცავთან შეჩერებულა, რომელიც ყველას მიეტოვებინა, ერთადერთი ქურთი დარაჯის გარდა. ქვის შენობები ხელუხლებელი იყო, მაგრამ ჭინჭრითა და სხვა მცენარეებით დაფარული. ალაგ-ალაგ სახურავები ჩამოშლილიყო. შეიხ ადის მაუზოლეუმის თავზე გუმბათი ნაწილობრივ ჩამონგრეულიყო და შიგნით დღის სინათლე აღწევდა. ვაიგრამი სარდაფში ჩასულა. ეს ადგილი იეზიდებს არც ერთი სტუმრისათვის არასდროს უჩვენებიათ, მაგრამ ბევრი ვერაფერი დაუნახავს იმის გამო, რომ სანთელი არ იყო. იმავე წელს მოგვიანებით ეს სიწმინდე იეზიდებს მოსულის ახალმა გამგებელმა, მუსტაფა ნური ფაშა აღუდგინა. 1906 წლის ზაფხულში მოსულიდან იეზიდების მიერ მიწვეული ბრიტანელი მისიონერი ლალიშის ნახვის შემდეგ აღნიშნავდა, რომ შეიხ ადის სალოცავი ეკლესიის მსგავსი შენობა იყო, ახლა დაშენებული შპილით, და რომ შესასვლელი კიბის გვერდით გამოსახულ გველს ყოველდღე ნახშირით ამუქებენ სალოცავში მცხოვრები ბერები. ამასთან მისი თქმით ტაძარში მხოლოდ წყლის აუზია, რომელსაც მოსანათლად იყენებენ. ესაა სულ, დანარჩენი მოტიტვლებული კედლებია. აბდულ ჰამიდი საიდუმლო საზოგადოებამ დაამხო. ერთობისა და პროგრესის კომიტეტმა, რომლის წევრები ზოგადად ცნობილნი იყვნენ როგორც ახალგაზრდა თურქები და რომლებსაც უკვე მოეხერხებინათ ოსმალეთის უმაღლეს სამოქალაქო და სამხედრო წრეებში შეღწევა. 1908 წლის ივლისში არმიის ოფიცერთა ჯგუფმა მაკედონიაში სულთნის წინააღმდეგ გაილაშქრა. სტამბოლისკენაც აპირებდნენ ჯარის დაზვრას. რამდენიმე დღეში მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა და ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა დამყარდა. აბდულ ჰამიდმა 30 წლიანი აბსოლუტური მმართველობის შემდეგ კონსტიტუციური მონარქის როლი მოირგო. აბდულ ჰამიდის ტახტზე ასვლის 32 წლის თავი ჰეიჯაზის რკინიგზის გახსნით აღინიშნა. საგანგებო მატარებელმა ოფიციალურ პირთა ჯგუფი დამასკოდან მედინაში ჩაიყვანა. 814 მილი იყო გასავლელი. ყველა მთავარ სადგურზე მატარებელს სამხედრო ორკესტრები ხვდებოდა, რომლებიც ჰამიდიეს მარშს უკრავდნენ. დამასკოში სადღესასწაულო ღონისძიებებზე მყოფ ჯარის ნაწილებს შორის იყო 800 კავალერისტი იბრაჰიმ ფაშას მეთაურობით. მილის ტომის მთავარი ერთობ უხალისოდ დათანხმდა სარკინიგზო ხაზის დაცვას, თუმცა მცირე ჯარი მაინც შეინარჩუნა, რომელიც ამ დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში უმყარებდა მას გავლენას.
სტამბოლის მთავრობამ რა კი მიეცა შესაძლებლობა ძველი რეჟიმის დასაყრდენი მოეშორებინა, დამასკოში ბრძანება გაგზავნა. იბრაჰიმის ჯარისკაცებს იარაღი დაეყარათ და ოჯახებში დაბრუნებულიყვნენ. მათ მეთაურს დედაქალაქში დაბრუნება უბრძანეს. იბრაჰიმმა პასუხად შეუთვალა, რომ იარაღს ალეპოში ჩააბარებდა. თავად კი ჩრდილოეთისაკენ გაეშურა. შემდეგ თავისი ჯარით სწრაფად მიატოვა უკან ვირანშეჰირის უდაბნო და ოსმალებს თავი დააღწია. 1908 წლის ოქტომბერში რეგულარული არმიის ჯარებმა ვირანშეჰირი ალყაში მოაქციეს. გავიდა დრო და იბრაჰიმმა დანებებაზე თანხმობა განაცხადა. მისი მებრძოლების ნახევარს იარაღი უკვე დაეყარა, როდესაც საეჭოს სროლის ხმა მოისმა. იბრაჰიმმა მტრის სიმუხტლე იეჭვა და ოჯახსა და დანარჩენ ცხენოსნებთან ერთად ვირანშეჰირიდან გაიქცა. ასაკოვანი მთავარი, რომელსაც დიზენტერია სტანჯავდა, აქლემზე თოკებით დააბეს, რადგან ძალზე დასუსტებული იყო. ამბოხებულებმა ჰალელიში ჰასან კანჯოს შეაფარეს თავი. თუმცა ოსმალებმა კვლავ ალყა შემოარტყეს სიმაგრეს და ჰასან კანჯო უბრძოლელად დანებდა. იბრაჰიმის ოჯახთან და ქვეშევრდომებთან ერთად ისევ მოუხდა გაქცევა. ამჯერად ჯებელ სინჯარში. მაგრამ გზად სრულიად დაუძლურდა და ვიდრე მთებს მიაღწევდა, გარდაიცვალა. გადარჩენილები მტერს ნისი ბინში ჩაჰბარდნენ. ჰასან კანჯოს დატყვევების შემდეგ ოსმალო ჯარისკაცებმა ციხე-სიმაგრესთან გაშლილი ყველა კარავი დაწვეს. ელფიას ენდრიუსმა დევნილი ეზიდებს, რომლებმაც მარდინამდე ჩააღწიეს, ჭერი მისცა და საკვებს არაკლებდა. ამერიკულ საბჭოს კი აცნობა, რომ იბრაჰიმ ფაშას 4500 ქვეშევრდომიდან 400 მოკლეს, ხოლო 300-ოდე ქალი და ბავშვი დაკარგული იყო და ეძებდნენ. მსხვერპლის საერთო ოდენობაში შიშისგან დაღუპულებიც იყვნენ. 1909 წლის აპრილში სტამბოლის გარნიზონმა ახალი მთავრობა დაამხო, მაგრამ რამდენიმე დღეში მაკედონიიდან ჩამოსულმა ჯარმა დაიმორჩილა. აბდულჰამიდი იძულებული შეიქნა ტახტზე უარი ეთქვა და 9 წლის შემდეგ ბოსპორის აზიურ მხარეს მდებარე სასახლეში გარდაიცვალა. ყოფილი სულთნის ბიბლიოთეკაში ილდისში ინახებოდა ანონიმური არაბული ხელნაწერი, რომელიც დღეს სტამბოლის უნივერსიტეტშია დაცული. მასზე აღწერილია იეზიდების რელიგია და წესჩვეულებები. გადმოცემით იგი წმინდა წიგნების ტექსტებსაც შეიცავდა. 1907 წელს შედგენილი ამ დოკუმენტის წარმოშობის საკითხი შემდეგ თავშია განხილული. 1908 წლების მოვლენები ოსმალეთის იმპერიის დაკნინებისა და დაცემის უკანასკნელი ეტაპი აღმოჩნდა. ევროპის დიდი სახელმწიფოები ოსმალეთზე კბილებს ილესავდნენ, ხოლო დაშლილ ოსმალურ საზოგადოებაში ყოველი ხალხი თავთავის გზას ადგებოდა. აბდულჰამიდის მმართველობის დროინდელი დიდი მოღვაწეები ნელ-ნელა გადიოდნენ ისტორიის სარბიელიდან. სტრეტფორდ კენინგი 1880 წელს 93 წლისა გარდაიცვალა. მოლტკემ, რომელიც ჯერ კიდევ სულთნის პაპას ემსახურებოდა, იმდენ ხანს იცოცხლა, რომ ამ ქვეყანაში გერმანიის გავლენის დაბრუნებას შეესწრო. ლეიარდი 1891 წელს პენსიაში გავიდა და 1894 წელს გარდაიცვალა. მისი ძველი მეტოქის, პერსი ბეჯერის სიკვდილიდან 6 წლის შემდეგ. და ბოლოს 1896 წელს 90 წლისა გარდაიცვალა უილიამ ეინსვორთი, ევფრატისა და ქურთისტანის ექსპედიციების უკანასკნელი ცოცხალი მონაწილე. თავისი საიდუმლო სიცოცხლის ბოლომდე არავისთვის გაუმხელია. იერემია შამირი 1906 წელს გარდაიცვალა 85 წლისა. თავისი დროის დიდი დრამების თითქოს ამ უმნიშვნელო მონაწილემ სიკვდილის შემდეგ ისეთი კონტროვერსიები დატოვა, საწვავად დღემდე რომ ყოფნის ცხარე ლიტერატურულ დავებს.